საღამო მშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადე ხვათაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამო მშვიდობის. უკომპრომისო ბრძოლა ნარკოდანაშაულთან ბოლო 48 საათში თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 ადამიანია დაკავებული. ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმე ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილოძე. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 ადამიანის მიმართ. ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან და დემოგრაფიული გამოწვევები პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია 2 საათს გაგრძელდა. ირაკლი კობახიძის გზავნილები. უარი მართულ ორგანიზაციებს მხოლოდ ეროვნული ინტერესის მიხედვით მოქმედება და სუვერენიტეტის დაცვა ამერიკა აღარ დააფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურ მიზანს ასწრდნენ ვაშინგტონის გადაწყვეტილება და ქართული რეალობა. საქართველოს ციხეებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არ ყოფილა, რაც წერია ევროსაბჭოს წამების არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში. სიახლე პირველკლასელებისთვის მოსწავლეების სახლთან ახლოს მდებარე სკოლებში დარეგისტრირდებიან. ბიზნეევანიშვილის 70 წლის იუბილე და ისტორიული როლი ქართულ პოლიტიკაში, უდიდესი პიროვნული რისკის ფასად გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიხსნა ბიზნეევანიშვილის დამსახურებით 2012 წლის ისტორიული გამარჯვება, რამაც ქვეყანა უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანა. ასევე მასშტაბური წნეხი და შანტაჟი, რომელთან დაპირისპირებით საქართველო კიდევ ერთხელ ივანიშვილმა 2022 წელს გადაარჩინა. მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ქართველ მეცენატსა და ფილანთროპს, ქართული ოცნების დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს მმართველი გუნდის ლიდერები ულოცავენ. ნინი გოგიშვილის სიუჟეტი. ისტორიული პოლიტიკური გამარჯვების შემოქმედი მოთმინების კულტურა ქართულ პოლიტიკაში როგორც მთავარი ხელწერა. პიროვნული რისკის ფასად მიღებული გადაწყვეტილება და იმედ დაკარგული ხალხისთვის იმედის დაბრუნება. საქართველოს უახლეს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის წვლილი დიდი, ამიტომაც ქართული ოცნების ლიდერებს მის როლზეც ბევრი აქვთ სათქმელი. გარდამტეხი ცვლილებების თარიღად დღეს მთავრობის მეთაურმა 2012 წელი დაასახელა. პრემიერ-მინისტრმა ჯერ წერილობით შემდეგ კი სიტყვიერად ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა და ტრიბუნიდან გასულ წლებთან ერთად მადლობა 2022 წელს არჩეული პოლიტიკისთვისაც გადაუხადა. 2012 წელს მან მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულება. თქვენ გახსოვთ რა ვითარება იყო საქართველოში. დემოკრატია ფეხქვეშ გათელილი, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა ფეხქვეშ გათელილი. ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელილი, ადამიანის ღირსება, საკუთრების უფლება, ბიზნესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედია პლურალიზმი, ყველაფერი იყო ფეხქვეშ გათელილი. და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ნამდვილ თავგანწირვას საჭიროებდა პოლიტიკურ პროცესში შემოსვლა, რაც შეეხება 2022 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. პიროვნული რისკის ფასად შეიძლებოდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა იმ სცენარისგან, რომელიც განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. და აქაც ვადონმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავდადება, თავგანწირვა სამშობლოსათვის. ბიძინა ივანიშვილმა თანაგუნდელებისგან მადლობა 2012 წლამდე ქვეყნის განვითარებისთვის გაწეული ძალისხმევისთვისაც დაიმსახურა. ქვეყნის პირველი კანონმდებელი წერს, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ საქართველოზე ზრუნვა გაცილებით ადრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში დაიწყო. მისი წვლილი არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპის თანხლები და ხშირად განსაზღვრელიც გახდა თანამედროვე საქართველოს ისტორიულ გზაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის განცდა და სამშობლოსადმი ერთგულება აძლევს მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საქართველო ლექსის ქვეყანაა და ერის ადამიანის მწამსიც არაერთ ტექსში გადმოცემულა, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული კი მუხრან მაჭავარიანის უკვდავი სიტყვა. სულს მივცემ ჩემსას, მე იმას მარტო, ვინც საქართველოს ესწრაფვის ქართულს. არაცრუ ქართულს, ნამდვილად ქართულს, სიტყვით ურთ ქართულს, საქმით ურთ ქართულს. მამულიშვილი თანაგუნდელებისთვის ქართული ოცნების დამფუძნებლის მრწამსი ყველაზე კარგად ამ ეპითეტით გამოიხატება. ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების 70 წლის იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას თქვენს ოჯახთან ერთად. ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
გამბედაობასთან და თავგანწირვასთან ერთად ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გზაზე ბევრი იყო თავდასხმაც. მუქარისა და წნეხის მიუხედავად საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის გარანტად მართველი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. მისი სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია. ამ არჩევანის უკან კი დგას ადამიანი, რომელმაც საკუთარი რესურსი და დიდი გამოცდილება ქვეყნის და ხალხის სამსახურისთვის გამოიყენა. მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია, რომელიც ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების გარანტია. ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბით ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც Deep State-ი წარმოადგენს. უცხოური აგენტურის ხელით ქვეყნის აყირავების მცდელობებმა დასავლეთის მხრიდან წამოსულმა ზეწოლამ და მუქარამ, რომელიც დღემდე გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ თვალხილული გახადა მიმდინარე პროცესები. შედეგად დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, მეტად განვითარებული და რაც თავარია სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის ბედსაც წყვეტს ამ ქვეყნის მოსახლეობა. ერთია ქვეყნის სიყვარული და მეორეა პროცესების გააზრება, მოთმინება და სიბრძნის გამოხატვა. ამიტომაც მართველი პოლიტიკური ძალისთვის საქართველოს გამარჯვების ისტორია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით დაიწყო. მიგრაციასთან დაკავშირებულ სპეკულაციას პოლიტიკური მოტივი აქვს და არანაირი რეალური საფუძველი. საკითხის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ილაპარაკა. მთავრობის მეთაურმა კონკრეტული არგუმენტებით განმარტა, რა განაპირობებს ჩვენს ქვეყანაში მიგრანტების შემოსვლას. ერთ-ერთი მიზეზია მათ შორის დასაქმება და აქ ქართველი მუშახელის დეფიციტიც იკვეთება. მთავრობა კი 1 მარტიდან უცხოელთა დასაქმების პირობებს ამკაცრებს. გრძელდება უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, რასაც უკვე კონკრეტული და ხელშესახები შედეგები აქვს, თუმცა მთავრობა ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას აგრძელებს. სოფო ბერიძე გვერდება. პრემიერის განცხადებით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა მუდმივი პროცესია და ამას ემსახურება სწორედ სისტემის გაძლიერებაც და ის საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო. თუმცა რადგან მთავრობის მიზანია, რომ საშუალო ვადიან პერიოდში ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას, მთავრობის მეთაურმა დაანონსა, რომ მალე ახალ საკანონმდებლო წინადადებებსაც ვიხილავთ. მიგრაცია მსოფლიოში მთავარ გამოწვევებს შორის სახელდება. საქართველო გამონაკლისი არ არის, ამიტომაც პრობლემის გადაჭრა ხელისუფლებამ პრიორიტეტულ საკითხთა სიაში შეიტანა. ახლა საქართველოში მაქსიმუმ 257,000 უცხოელი ცხოვრობს. მათ შორის დაახლოებით 20,000 არალეგალი მიგრანტია და დაახლოებით 125,000-მდე უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლებისა და ნებართვის გარეშე ცხოვრობენ. დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი 25 ივნისს გამოაქვეყნებს. მთავრობის მეთაური ელის, რომ ზუსტი მაჩვენებელი დღეისთვის ცნობილზე ნაკლები იქნება. იმიგრაციას ჩვენს ქვეყანაში 3 მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს. საქართველო ტურისტული ქვეყანაა, განათლების სისტემა ჩვენთან ღიაა უცხოელი სტუდენტებისთვის. საქართველოში ბევრ სფეროში სამუშაო ძალის დეფიციტია. უცხოელების 70%-ზე მეტი არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები, ან ევროკავშირის მოქალაქეები, ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან ისრაელის მოქალაქეები. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 164 ქვეყნის 7,307 მოქალაქეს. სასწავლო ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 35,000 სტუდენტი. უცხოელი სტუდენტების მნიშვნელობა სტატისტიკა გვაჩვენებს მათი წვლილი ქართულ ეკონომიკაში $1,200 მილიონი ლარი, ბიუჯეტში კი $300 მილიონი ლარია. მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ამ შემოსავალზე უარის თქმას არ აპირებს. ჩვენი სახელმწიფო მუდმივი ბინადრობის ნებართვას მხოლოდ იმ უცხოელებზე გასცემს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ქვეყანასთან, ან ოჯახური კავშირი აქვს საქართველოს მოქალაქეებთან. შრომითი ბინადრობის უფლებით ახლა საქართველოში 15,699 ადამიანი სარგებლობს. ოფიციალური სტატისტიკა ასრულებს იმ სპეკულაციებს, რომელიც მოკლევადიან მიგრაციასთან არის დაკავშირებული. ასეთი ბინადრობის ნებართვა 4,827 ფიზიკურ პირს აქვს. მთავრობის პრიორიტეტია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მიღებითაც გამოიხატა. ჩვენ 2025 წელს გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში. 2026 წლის განმავლობაში ფიქრობთ, რომ ჩვენ მივახცევთ 4,000-იან ნიშნულს. Eagle Hills-ის უპრეცედენტო პროექტების ირგვლივ პოლიტიკურ სპეკულაციებსაც სტატისტიკა ასრულებს. 257 გაყიდული ბინიდან 147-ის მფლობელი საქართველოს მოქალაქეები არიან. 100 ბინა შეიძინეს უცხოელებმა. აქედან არაბული ქვეყნების მოქალაქეთა შენაძენი მხოლოდ 8 ბინაა. როგორც რუსული კანონის კამპანია ჩავარდა, ასევე ძალიან მარტივად ჩავარდა
არაბული ქალაქების კამპანიაც. როგორც ჩავარდა არაბიზაციის კამპანია, ასევე ჩავარდება, რა თქმა უნდა, კამპანია მასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია თითქოს არის არარეალური, რეალურად საქართველოში განხორციელდება 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტირება. პრემიერი ამბობს, რომ არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს 5 წლის წინ მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-30 წლების მიგრაციის სტრატეგია. აღმასრულებელ ხელისუფლებას პრობლემასთან დაკავშირებით ახლებური მიდგომა აქვს. თქვენ ხედავთ, როგორ იზრდება მიგრანტების წილი მოსახლეობაში ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რომ უზრუნველყოთ ჩვენი ეროვნული და ასევე რელიგიური იდენტობის შენარჩუნება. შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას ჩვენს ქვეყანაში. რეგლამენტი ოპოზიციას პრემიერისთვის კითხვების დასმის საშუალებას აძლევდა, თუმცა ამ შესაძლებლობით გიორგი გახარიას პარტიიდან მხოლოდ 2 დეპუტატმა ისარგებლა და ისიც იდენტური შეკითხვებით შემოიფარგლა. კითხვაზე პასუხად პრემიერმა ვრცლად განიხილა საქართველოში დღეს არსებული დემოგრაფიული პრობლემა. საერთაშორისო და ქართული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე პირდაპირ პროპორციულად არ აისახება, მეტიც ხშირად პირიქით ხდება. თქვენ იღებთ პოლიტიკურ პასუხისგებლობას, რომ პაკისტანიდან, ირანიდან და ასე შემდეგ შემოსული ლეგალური თუ არალეგალური მოქალაქეები ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ გახდებიან უსაფრთხოების, შრომის ბაზრის დაკარგვის და დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხე. მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში 2014 წლიდან არის მომატებული მაჩვენებლები და არის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებული. და მკვეთრად იკლებს და დრამატულად იკლებს პირველი და მეორე ბავშვის შვილის შობადობის მაჩვენებელი. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გვაქვს სერიოზული, ასე ვთქვათ, სოფლმხედველობრივი გამოწვევა ყველგან, სადაც ინტენსიურად და აქტიურად ვრცელდებოდა ეგრეთ წოდებული ლიბერალური იდეოლოგია, ყველგან არის პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მათ შორის ფინანსური პრივილეგიების დაწესების საკითხი, რაც შეეხება შრომის ბაზარს, სადაც უცხოური მუშახელი ანაცვლებს ქართულ მუშახელს. იქ უნდა გავატაროთ კაცრი პოლიტიკა და უნდა დავიცოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ინტერპელაციით გათვალისწინებული პოლიტიკური დებატების ნაწილი გიორგი გახარიას პარტიამ კვლავ სპეკულაციური განცხადებებისთვის გამოიყენა, თუმცა ოპოზიციიდან დღეს შინაარსობრივი გამოსვლაც ვიხილეთ. გერმანს არ შეუძლიათ არმიის გაზრდა, რადგან გერმანელები აღარ აჩენენ ბავშვებს. ეს პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენთვისაც, საქართველოსაც არის უსაფრთხოების პირდაპირი ხაზი, რამე თუ თავდაცუნარიანობის კუთხით, როდესაც შევსება ჯარის არ ხდება, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ჩვენი რისკები გვაქვს. როდესაც თქვენ პრეტენზია გააქვთ ეროვნულ ღირებულებების დაცვაზე, შეგახსენებთ ქართულ მიწას, რომელიც თქვენ გადაეცით არაბულ კომპანიას საინვესტიციოდ. როდესაც საუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე, როდესაც აქ მუშაობდით, თქვენ პირდაპირ მნიშვნელობით გაიქეცით. დარბაშიც არ ყოფილხართ. სამარცხვინოთ. ვინც ომს ითხოვდა აქ რუსთაველის გამზირზე, დღეს მშვიდობას გადაგებდეთ. თქვენ ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე გადაგებდეთ. ეს არის თქვენი სახე. გახარიასთან ანაგუნდელებს არგუმენტირებული პასუხის მოსმენა მთავრობის მეთაურის შემაჯამებელი სიტყვის დროსაც მოუწიათ. აქ ითქვა, რომ მიწებს ხვიდით უცხოელებზე, მე მინდა შეგახსენებთ, რომ ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წელს, რომელთაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება. მიგრაციის თემაზე მთავრობის მეთაურის ინტერპელაცია პარლამენტში 2 საათს გაგრძელდა. ინტერპელაციის დროს მთავრობის მეთაურმა დღეს სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზის თაობაზეც ისაუბრა, გაირკვა, რომ ბაზა გადახედვა საჭიროებს, რადგან დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა კოვიდის დროს, შემდეგ მორატორიუმი გამოცხადდა ბაზის გადახედვაზე და როგორც გაირკვა, მთავრობამ ჩაატარა გარკვეული წინასწარი ანალიზი და აღმოჩნდა, რომ 8% სოციალური დახმარების მიმღებთა შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არათუ სიღარიბის ზღვართან ახლოს არიან, არამედ შეძლებულებიც კი გახლავან. რეალურად ბაზა არის გადასახადი. არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული. გამოვლინდა, რომ მაგალითად მხოლოდ 8% სოციალური დახმარების მიღებთა შორის არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული. ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია
რომ დაუბრუნდეთ ინტერპელაციის მთავარ თემას, როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზანს ემსახურება მათ შორის მიგრაციის დეპარტამენტის გააძლიერება, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე კადრებით და კიდევ ერთხელ გეტყვით მნიშვნელოვან სტატისტიკას, ბოლო 1 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენი ქვეყნიდან იმაზე მეტი უცხოელი გააძევა, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთად. მადლობა სოფობერიძეს. ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ კანონდარღვევა მკაცრად დაიჯება და პოტენციურ კანონდამღვრევებსაც აფრთხილებს. მორგის საპოლიციო ღონისძიების შედეგები კი მასშტაბურია, აღმოჩენილია ნარკოლაბორატორია, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები. ათობით დაკავებულს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ანა ბერძენიშვილი გიაბურთ. უკომპრომისო ბრძოლა ნარკოდანაშაულთან მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 ადამიანი, მათ შორის ნარკორეალიზაციისა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 91 ადამიანი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იყენებდნენ როგორც ინტერნეტ აპლიკაციებს, ასევე ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხებს. დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავაკავეთ. ის საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ნარკორეალიზაციის ფაქტები. უწყების თანამშრომლებმა დანაშაულის გამოსავლენად რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს ნარკოტიკები. საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში დაკავებულია 16 ადამიანი, რომელთა საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ხელყუმბარები. ნარკოდანაშაულების პირადი ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების შხრეკის შედეგად ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი და სხვა. პირადი საცხოვრებელი სახლების დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები. ეს ის სახლია, სადაც სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს. ირანის 2 მოქალაქე ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდა. ამოღებულია 9 კილოგრამამდე მეტამფეტამინი. ასევე დაკავებულია ლიბანის მოქალაქე, ოჯახს კი მედიასთან საუბარი არ სურს. ეს არა აქვს მაგის თავი. ეხლა გაიგო უცხოს. მე არ დანაშაულში მხილებულთა უმეტესობა დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატების ნაწილი მედიასთან კომენტარზე უარს ამბობს. საკითხზე არ მინდა კომენტარის გაკეთება. ვერაფერს ვერ გეტყვით, ვის ვიცავ და რატო ვიცავ. ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს დაკავებული. შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით. შევხვდი მხოლოდ ის შემიძლია დუმილის უფლებას იყენებს და ხამის ინტერესებიდან გამომდინარე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. დაისჯება ყველა, ვინც კანონს დაარღვევს. შინაგან საქმეთა მინისტრის საზოგადოებას საფრთხილებს. კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს. აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს საშელისგან დაიხსნის. ხოლო საზოგადოებას კი საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავების სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით. სამართალდამცავ უწყებებს გამოცხადებული აქვთ ბრძოლა ყველა იმ დანაშაულებზე, რომლებმაც შესაძლოა შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიაყენოს ქართულ საზოგადოებას და პრობლემები შეუქმნას მომავალ თაობას.
სტატისტიკა და ხელისუფლების გაცხადებული მიზანი ოპოზიციისთვის არაფერს ცვლის, თუნდაც დღევანდელი საპოლიციო ღონისძიებების შედეგის ფონზე გახარიას პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის თანდასწრებით ირწმუნებოდნენ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკი უკონტროლოდ შემოდის. ანა ბერძენიშვილია პირდაპირ ეთერში. ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიცია ცდილობს რეალობას გაექცეს და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტატისტიკას გვერდია უაროს. ამით კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან გაქცეული გიორგი გახარიას პარტიის წევრები ცდილობდნენ ემტკიცებიათ, რომ ქვეყანაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად არაფერი კეთდება. ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი მალევე დაისვა. მთავრობის მეთაურმა სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში ქვეყანაში 2300 ნარკორეალიზატორი არის დაკავებული. ირაკლი კობახიძემ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით გადაიდგა. ქვეყანაში თავისუფლად შემოდის ნარკოტიკი და მათი ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებისგან საგანგაშოდ გაზრდილია. ნარკოტიკები ნამდვილად არ არის გასული რამდენიმე თვის მონაცემის გათვალისწინებით ოპოზიციის ძლიერი მხარე. როდესაც აქ ითქვა, რომ ფარულობს თითქოს ხელისუფლება ნარკოტიკებს, 8 თვის განმავლობაში ციხეში გაუშვით 2300 ნარკორეალიზატორი. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი სპეკულაციაზე და ჩვენ გვაქვს მარტივი ამოცანა. აქ გვინდა გარდამტეხი ცვლილებების მიღწევა. თვითონ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ეს შედეგები მიღწეულია ამის გარდა. რეალიზატორების დაკავების გარდა, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვებრძოდით სხვა ფორმით, ეგრეთ წოდებული ლეგალური ფორმით ნარკოტიკების რეალიზაციის პრაქტიკასაც და სწორედ ამისათვის აიგრძალა კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ფარულავა გამოვიდა და დღეს დილით ან ტელევიზორი მაინც არ ჩართეთ, ბრიფინგს მაინც არ უყურეთ, ან ზოგადად შინაგან საქმეთა მინისტრი გვესწრება და ბატონი გეკაგელაძე როზის დარბაზში და ესეთ განცხადებას აკეთებ ნარკოტიკებთან მიმართებით და ნარკორეალიზატორებთან მიმართებით, შეგახსოვთ 97 პირია დღეს დაკავებული პირო. მაგალითად, აი ესეთ რაღაცას რო აკეთებთ, მაგიტომ ამბობ, რომ არც უფიქრდებით, საერთოდ და სრულიად კონტექსტიდან მოწყვეტილად გამოდიხართ და რასაც გეუბნებით და გიმეორებთ და გაგიმეორებთ კიდევ ერთხელ. უბრალოდ კითხულობთ რაღაც დაწერილ ტექსტს და მესიჯს. საქართველოს მთავრობას გაცხადებული პოლიტიკა აქვს ნარკოდანაშაულთან საბრძოლველად კანონის წინაშე უმკაცრესად დაიშება ყველა, ვინც კანონს დაარღვევს. მადლობა ანა ბერძენიშვილს. ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმე ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 ადამიანის მიმართ, მათგან 4-მა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაულიც აღიარა. ბრალს არ აღიარებს ელისო კილაძე, რომლის სახლიდან ლეპტოპსა და მეხსიერების ბარათთან ერთად ფულიც ამოიღეს. საქმეში დევს სკანდალური ჩანაწერი, სადაც კილაძე ფიგურირებს და რომლის ავთენტიკურობას სამხარაულის ეროვნული ბიურო ადასტურებს. პროკურატურის ინფორმაციით კი საქმე ეხება უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილი დაახლოებით 9.5 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის დაუფლებას. მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. ფანჯიკიძის პირველი ნომერი 9 სართულიანი შენობის მეოთხე და მეხუთე სართულზე თაღლითური კოლ-ცენტრების სივრცეს ახლა გამოძიების ლუკი ადევს. არადა სწორედ ამ შენობაში არსებულ დანაშაულებრივ ჯგუფს თითქმის 3 წელი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები მიხეილ ჩოხელი, ელისო კილაძე და ჯამში 10 ადამიანი მფარველობდა. კიდევ ერთი მასშტაბური ტრანსნაციონალური დანაშაული მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გახსნა. მოტყუებული უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქე და თაღლითურად მითვისებული 10 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. მილიონებს ათეთრებდნენ და ინაწილებდნენ. ვინ და როგორ მფარველობდა კოლ-ცენტრებს, სქემა გაშიფრულია. გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციებისგან ჩარევისგან დაცვას. ამასთან მონაწილეობდნენ კოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აღსანიშნავია, რომ კოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში
სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. გაწეული საქმიანობისათვის გავლენის და საინფორმაციო მფარველები არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებული დაუქლებული თანხებიდან ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ. კოლცენტრების გამართულ ფუნქციონირებაზე, ბონუსების გაცემაზე, გაფართოებაზე და ხარჯების აღრიცხვაზე პასუხისმგებლები იყვნენ ელისო კილაძის ახლო გარემოცვის წევრი და კომპანია სუეტის დირექტორი გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე, გიორგი კამლაძე და ბენ ანორი. ანორი ის ბიზნესმენია, რომელსაც დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან პრობლემები შეექმნა. ანორმა მოიპოვა სკანდალური ფარული ჩანაწერი, ჩანაწერის ავთენტიკურობას ბიზნესმენის ადვოკატი, ექსპერტიზის დასკვნით ამყარებს. ანუ კონცენტრების თემაშიც არის თუ არ არის? ვი? ესმენ. ეხლა კონცენტრების თემას რომ მივაბა, ეს როგორ მივაბა? პროსტა მითხარი ვიღაცებინ არიან დაჭედილები. კონცენტრების თემას რომ მივაბათ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანია. მას რო გააპასროს მაგან ჩვენი კონფლიქტი სიტყვაზე და რაღაც არასწორად გაიტანოს გარეთ ვენმა ვიტყვი რომ მომენტში გავარკვიოთ რომ კეზერაშვილის კონცენტრების ბიზნეს პარტნიორი იყო თქო დედას ისეთ რაღაცებს აუყურებდა და ამ ნახი კეზერაშვილს შემტენი ამის აყირავების თემას და ვაშო ყველაფერს შევაკონტრებს ებრაელია და სოლოესაც აქვს კონცენტრაციის ნიკი ორცა ცალკე ისე რომ არაფერი გაიაცნებულა არაფერი ვაფშე ჩვენთან თქვია და ბიჭებთან ჩვენებაც არაფერი არ იციან, ხო? და როდეშვილი ეს ეგრეძახის უკრაინაში ვაკეთებ, კიდევ. გააკეთოს უკრაინაში, ეგრევე დავრეკავ, ისე რომ ორ პონჩი რა, აქეთ ქუჩაშიც და ოფიციალურ ნაწილშიც. ბენ ანორი მამხილებელი მტკიცებულება და ჩვენება გამოძიებას მისცა. ორი დანაშაულის შესახებ არის ინფორმაცია, ეს არის ინფორმაცია პირველი თუ როგორ დაეუფლნენ ბენ ანორის საკუთრებას კონკრეტული პირები და ქალბატონი ელისო კილაძე და მეორე მიმართულება იყო კოლცენტრებთან კავშირი. ელისო კილაძე ებრძოდა იმ კოლცენტრებს, რომლებიც მათი კონკურენტი იყო. ტრანსნაციონალური დანაშაულის მოქმედი პირის ელისო კილაძის დაკავების ოპერაცია დილიდან დაიწყო. მის სახლში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ექსპერტებთან ერთად ჭხრეკას თითქმის 5 საათი ატარებდნენ. რა იპოვეს და რა ამოიღეს უცნობია. ადვოკატი ამბობს, რომ კილაძე ბრალს არ აღიარებს. ბლოკნოტები ამოიღეს, ფლეშკა 2 ცალი, თუ 3 ცალი ფლეშკა. და ოჯახის თანხა ვფიქრობ რომ ძალიან წყალწყალა ბრალდება. გადაყვანილია რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ბრალში წერია, იმ ბრალს რა თქმა უნდა თვითონ ამბობს რომ არ ვაღიარებ. ხმაურიანი და ახალი ბრალის შესახებ დუმს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალებს ელოდება. საკუთარი პოზიციის გამოხატვაზე უარი თქვა ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრმა მიხეილ ჩოხელმაც. ბრალის დადგენილების გაცნობამდე ბრალი უარყვეს ძმებმა მიქაძეებმა. გიორგი მიქაძეს ბრალს ციხეში გააცნობენ. ნებისმიერი პირებთან დაჯგუფების სახელწოდებით ჩემი დაცვის მყოფების მოხსენებას აგერ უკვე თვეებია ზოგადად ვაპროტესტებთ ნებისმიერ კონტექსტში. რა მტკიცებულებია თარი გაჯერებული ამსნული ინფორმაცია ჩემთვის უცნობია. ალბათ ჯობია რომ დაველოდოთ ბრალის წარდგენის ამ საქმის მასალების გადმოცემის პროცესი. მიხეილ ჩოხელთან თუ გქონდათ კომუნიკაცია და როგორი არის მისი პოზიცია? ამ ეტაპზე კომენტარის გარეშე დავტოვებ აღნიშნულ კითხვას. ტრანსნაციონალურ დანაშაულში პროკურატურამ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე ერთხელ უკვე ამხილა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მაშინ, როდესაც საგამოძიებო უწყება ევროპოლთან და ევროჯასტთან ერთად კოლცენტრების საქმეებს იძიებდა და ხსნიდა, ქვეყანაში თაღლითურ კოლცენტრებს ფლობდნენ და მფარველობდნენ ლილუაშვილი და ფარცხალაძე. დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიას აფინანსებდა. კოლცენტრების ნაწილს გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით მფარველობდნენ. დანაშაულის ახალ ეპიზოდზე კი პასუხისგებაში მიცემულია 10 ადამიანი, მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზება ბესარიონ ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პროცესს დისტანციურად ჩაერთნენ გურამ და დავით კაკულიები, ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მარიამ ქართველიშვილია პირდაპირ ეთერში.
ზურაბ ჟვანიას შვილზე ბესარიონ იგივე ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა. ის მიმალვაშია, ბუნებრივია დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. თქვენც აღნიშნეთ, რომ დისტანციურად ესწრებოდნენ ძმები კაკულიები სასამართლო პროცესს. დავით კაკულიამ უმძიმეს ბრალთან დაკავშირებით მცირე რეპლიკა გააკეთა. მან თქვა, რომ ყველაფერი მედიის ბრალია და მათ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა არავისთვის შეუკვეთავთ. დღევანდელი სასამართლო პროცესიდან გაირკვა ისიც, რომ საქმე 20 ტომზე მეტ მტკიცებულებას მოიცავს და ბუნებრივია ამ მტკიცებულებებს შორის არის მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები წუთობრივი სიზუსტით, სადაც დავით და გურამ კაკულია, მათ შორის ბესარიონ ჟვანიასთან და ნიკოლოს კვარაცხელიას მკვლელობისთვის გასამართლებულ პირებთან ერთად გადაადგილდებიან. მათ შორის მკვლელობის დღეს რამდენიმე საათით ადრე. ამ ფონზე კი დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. აქ არ არის საკმარისი მტკიცებულებები, კიდევ და უფრო მეტიც საერთოდ არ არის მტკიცებულება, რაც ამ სამი პირის ამ ქმედებასთან შემხებელობას დაადასტურებდა. აღნიშნული კადრებით და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც კი ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნულმა პირებმა განახორციელეს ის ქმედება, რომელშიც ბრალი დაედოთ. აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვება დაიწყო უშუალოდ 2021 წლის 15 სექტემბრის მერე და დამერწმუნეთ დღემდე გრძელდება და კიდევ გაგრძელდება აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება. ნაწილი მტკიცებულებები აქამდეც იყო მოპოვებული, უკვე მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების ეტაპი იყო და შეფასების ეტაპი იყო და დადგა ის მომენტი, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი იყო უკვე მათ მიმართ ბრალის წარდგენა. მე მოვისმენე კაკულიების პოზიცია და ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მედიას მათთვის არაფერი დაუბრალებია. აღნიშნული მტკიცებულებები მოიპოვა ბრალდების მხარემ და აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე იქნა გამოტანილი ბრალდების დადგენილება მათ მიმართ. ნიკოლოს კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. დასახელებული არის მოტივიც კაკულიებსა და კვარაცხელიას მამებს შორის წარსულში მომხდარი დაპირისპირება, რაზეც კრიმინალურ წრეებშიც აქტიურად საუბრობდნენ. კაკულიებმა შურისძიების მოტივით დაგეგმეს ნიკოლოს კვარაცხელიას მკვლელობა, ბესარიონ იგივე ბუსა ჟვანია მკვლელობა დააორგანიზა და სისრულეში მოიყვანეს მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მადლობა მარიამეს, მარიამ ქართველიშვილი იყო. პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. უწყების ცნობით მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე. სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, ანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე. ბაჩიაშვილს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ის ასევე მსჯავრდებულია სახელმწიფოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რისთვისაც სასჯელის სახით 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მტკვარი ჰესის საქმეზე კი მას ბრალდება სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავებოდა, რაც სასჯელის ზომად 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის არც ერთი ფაქტი არ დასტურდება. ამას წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ამბობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, რომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილიყო და ის დასაშვებად გამოცხადებულიყო. სხვათა შორის სწორედ ეს კომიტეტი იყო ის შემფასებელი, რომელიც 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემას ახასიათებდა ისეთ ადგილად, სადაც წამება სისტემური და სისტემატური იყო. მარიამ მელაშვილი გიამბობთ. საქართველოს პენიტენციური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, შეხვდნენ მსჯავრდებულებსაც. შედეგები წამების ევროპული კომიტეტის ახალ ანგარიშში აისახა. კომისია ადასტურებს, რომ პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ არსებობს. დადებითად ფასდება ციხეების სამედიცინო მომსახურება და ინფრასტრუქტურა. ანგარიშში ჩაწერილია რეკომენდაციებიც, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებში უკვე ასახულია. ექსპერტების შეფასებით საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის არც ერთი ფაქტი დადასტურებულა. სწორედ ეს კომიტეტი 2012 წლამდე სტრასბურგის სასამართლოსთან ერთად საქართველოს პენიტენციურ სისტემას ახასიათებდა ისეთ ადგილად,
სადაც წამებას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. ყურადღება მახვილდება ლაითურის ახალციხეზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც პატიმრების, ასევე თანამშრომლობის ინტერესებს, ის თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ადამიანის უფლების დაცვას პენტენციურ სისტემაში, არის ყველაზე კარგი ინდიკატორი, როგორ არის მთლიანად სახელმწიფოში ადამიანის უფლებები დაცული. პოლიციის მიერ დაპატიმრებულ პირთა დაკავების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისა და მოთავსების პროცესი, რომ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ესეც ევროპული კომიტეტის ანგარიშში ჩაიწერა. დადებითად არის შეფასებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული დაკავებისა და დაკავებულთა განთავსების პირობები. მათი მხრიდან მოწონება დაიმსახურა იმ სისტემამ, რაც უკვე არსებობს იზოლატორებში, კერძოდ დროულად ხდება დაკავებული პირების დაზიანებების აღწერა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, ასევე სწრაფად ხდება საგამოძიებო უწყებების ინფორმირება და მათი მხრიდან ეს მექანიზმი შეფასებული იქნა როგორც კარგი პრაქტიკა. საქართველო რომ სხვა ქვეყნების პენიტენციური სისტემის სტანდარტებს უტოლდება, ახალი ანგარიშითაც დასტურდება. ადამიანის უფლებები კი ქვეყანაში დაცულია. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სწორედ პატიმართა მიმართულებით სასტიკი მოპყრობა ჯანმრთელობაზე, უარის ხმა და სიცოცხლის მოსყობის ფაქტებიც კი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს აქვს შეფასებული ნაციონალური მოძრაობის დროს და აქ იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა მთლიანად მსოფლიოში და ესეც აჩვენებს იმ სხვაობას, რომელიც ქართულ ოცნების შემთხვევაში ღირებულებით სხვაობას წარმოადგენს და ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე. ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემა დღეს თვისობრივად აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო თქვა წინა ხელისუფლების დროს და იგი უტოლდება თანამედროვე ცივილიზებული ქვეყნების პენიტენციური სისტემის სტანდარტებს. და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის, რომ ეს ტენდენცია არა მარტო შევინარჩუნოთ, განვავითაროთ. წამების ევროპული კომიტეტის ანგარიშთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაც ადასტურებს პენიტენციური სამსახურის ეფექტიან მუშაობასა და პატიმრების უფლებების დაცვას. 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არც ერთი საქმე დასაშვებად არ გამოცხადებულა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაციებს აღარ მისცემს უფლებას გახდნენ იარაღი მათი მოწინააღმდეგეების ხელში. სახელმწიფო დეპარტამენტმა სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს. დოკუმენტში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ამერიკა აღარ დაემორჩილება დანიშნულ საერთაშორისო ბიუროკრატებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს მართავენ. სტრატეგიის მთავარი პოსტულატების გაცნობის შემდეგ თბილისში მიაჩნიათ, რომ შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ერთმანეთს კიდევ ერთხელ ემთხვევა. მეგინ არსავიძის სიუჟეტი. სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს ემთხვევა. სუვერენიტეტის დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გარეჩ ჩარების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება, მათ შორის სავიზო და ფინანსური სანქციების გამოყენება. სწორედ ამ გეგმას მოიცავს დოკუმენტი, რომელიც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს. აღარ დაფინანსდებიან ორგანიზაციები თუ ფონდები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკის ინტერესებს. აქცენტია გაკეთებული იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც შორდებიან რეალურ ფუნქციას და სხვა მიზნებს ემსახურებიან. საერთაშორისო ორგანიზაციები არსებობენ სუვერენული ერების ინტერესების ხელშეწყობისთვის. ისინი შორდებიან თავიანთ მიზანს, როდესაც ქმნიან საკუთარ მხარდამჭერთა წრეებს და ცდილობენ ისეთი დღის წესრიგის წინ წამოწევას, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არც ერთ მოქალაქეს არ შეუძლია. დეპარტამენტი გულდასმით შეისწავლის უცხო ქვეყნების მიერ შეერთებულ შტატებში გავლენის განხორციელების ძალისხმევას. ეს მოიცავს ლობირებას და სამართლებრივ ომს, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. დეპარტამენტი დაუპირისპირდება იმ უცხო ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტი ჯგუფების მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ამერიკელთა ცენზურას საკუთარ ქვეყანაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასახელებულმა მიზნებმა ხალხის ძალას მათ მიერ ინიცირებული კანონი გაახსენა. დოკუმენტი, რომელსაც გაუმჭვირვალობის მომხრეებმა რუსული დაარქვეს და ასე ცდილობდნენ საზოგადოების მოტყუებას. წლების შემდეგ ამერიკაში ალაპარაკდნენ იმ პრობლემაზე, რომელზეც საქართველოში ყურადღებას დიდი ხანია ამახვილებენ. როდესაც გადავხედეთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ამ განცხადებას უცხოური ძალების ჩარევის აკრძალვასთან დაკავშირებით,
მეგონა რომ 2023 წლის ხალხის ძალის წერილებს კითხულობდი თავიდან ბოლომდე შინაარსი იყო ზუსტად იგივე რაც ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ 2023-ში მიზანი სწორედ ეს იყო რომ უცხოური ძალების ჩარევა აგვეკრძალა საქართველოში და ეხლა ზუსტად სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა რომ ზუსტად ის აკრძალავს უცხოური ძალების ჩარევას ამერიკაში. მმართველი გუნდი მიესალმება იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები ემიჯნება მსოფლიოში არსებულ არაჯანსაღ დღის წესრიგს. ეწინააღმდეგება გარეთ ჩარევებსა და არასამთავრობოების მავნებლურ ქმედებებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილი გეგმა მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველა ქვეყანას სჭირდება უცხოური გავლენის გაკონტროლება, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ფაქტია უკვე რომ იყო ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ადმინისტრაციების მხრიდან პირდაპირ ჩარევების სწორედ აი ამ დაფინანსების ხაზები, დაფინანსების სქემები მისასალმებელია რომ სწორედ აი ეს დამახინჯებული ლიბერალური იდეოლოგიის ეპოქა ნენელა უკვე დასასრულს უახლოვდება, ვინაიდან ამერიკამ როგორც მისმა ერთ-ერთმა მთავარმა დამფინანსებელმა გადაწყვიტა გაწევა ამ პროცესებისგან და ეს მისასალმებელია იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღ პროცესებს, ანუ სხვა საზოგადოებების და სახელმწიფოების პატივისცემას და ეროვნული ინტერესების და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ კიდევ ერთხელ ხვდებით, რამდენად სწორი, ფრთხილი და წინდახედული ნაბიჯები იყო გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ჩვენ შიდა ჩარევებზე გავამკაცრეთ კანონები და ჩვენ ამას ვხედავთ უკვე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს სანქციებზე და კიდევ უფრო გამკაცრება ამ მიმართულებით, რაც ჩვენთვის ძალიან მისასალმებელია. ამერიკის შეერთებული შტატები საგარეო პოლიტიკას გეგმავს იმ პრიორიტეტებით, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოს ხელისუფლებას უწუნებენ. გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსა და თანმდევ კანონპროექტებს პარლამენტი მეორე მოსმენით ამ წუთებში განიხილავს კონსტიტუციური წყობილებისა და კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არაღიარება სისხლის სამართლის წესით დაესჯება. კოდექსს ემატება ახალი მუხლის ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ნინო არღლიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. სახელმწიფოს ექსტრემიზმისგან დაცვა ამ არგუმენტით ხსნის მმართველი პარტია ცვლილებებს, რომელსაც დღეს პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. უფრო კონკრეტულად კი დასჯადი ხდება სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქმედებისთვის ნიადაგის მომზადება. უფრო კონკრეტულად კი მოწოდება მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ, მოწოდება ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისიან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა ან სხვა სახის სისტემური მოქმედება, რაც მიმართულია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმების დასამკვიდრებლად. სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებრივ სასარგებლო შრომას და ასევე პატიმრობას 3 წლამდე ვადით. დღეს კანონპროექტის ავტორმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განმარტა, რომ კანონი არ გავრცელდება ერთი პირის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. კანონი გავრცელდება მათზე, ვინც ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას და სუვერენიტეტს საფრთხეს სისტემურად და სისტემატურად შეუქმნის. როდესაც ცალკეული ქმედება იქნება ჩადენილი დანაშაულის სახით, ოღონდ მოტივით კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისა, ან კონსტიტუციური წყობილების არაღიარებისა გამოიწვევს უფრო ერთი წლით უფრო მეტ სასჯელს, ხოლო ამავდროულად ემატება 316 პრიმა მუხლი უკაცრავად ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, სადაც მეორე მოსმენის საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მიზანშეწონილია, რომ დაემატოს აღნიშნული მუხლის ფორმულირებას დისპოზიციის ბოლოს, რომ თუ რომელიმე ქმედება, აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს, ან და რომ დაემატოს სიტყვები, ან მიმართულია ასეთი აღქმის დამკვიდრებისკენ და ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს. საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც მისი პოლიტიკური შეხედულებებიდან, გემოვნებიდან გამომდინარე, ან აღიარებს ვინმეს პარლამენტის წევრად, ან არ აღიარებს. მხოლოდ ამის გამო დაიჯება თუ არ დაიჯდება. როცა თქვენ მაგალითად თავს ესხმით ევროკავშირის წარმომადგენლებს, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს ევროკავშირზე თავდასხმად და შესაბამისად
საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად. საქართველოს ოსნების გუნდის არც ერთი წევრი არ ესხმის თავს არც ერთ დიპლომატს თუ არც ერთ ბიუროკრატს. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვამხელთ ტყუილს და ვამხელთ პირიქით საქართველოზე და საქართველოს ინტერესებზე თავდასხმას, მათ შორის შიდა საქმეებში ჩარევასაც, როგორც არის მაგალითად კონკრეტული ელჩის მისვლა და დასწრება სასამართლო პროცესზე. ეს პირდაპირ არგოს ვენის კონვენციას. ერთი ადამიანის კონკრეტული პოზიცია რა თქმა უნდა არ იქნება დასჯადი, მისი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით. ამავდროულად თუ პირი საჯაროდ სისტემურად მოუწოდებს რომ მასობრივად იყოს დარღვეული საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა, რომ დაუმორჩილებლობა იყოს გამოცხადებული საკანონმდებლო სივრცესთან, საჯაროდ და სისტემატიურად სხვა ქმედებას ჩადის, რომელიც თავის მხრივ მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აქმის დამკვიდრებისკენ, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კონკრეტული ქმედება დანაშაული. კაფიო ზღვარი იღლება ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ კანონით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას შორის. ცვლილებები გრანტების კანონთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია. 83 მომხრე 9 წინააღმდეგი დღეს პარლამენტმა დოკუმენტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. მადლობა ნინო, ეს ნინო არღლიანი იყო. მუნიციპალიტეტების განვითარების გრძელვადიანი პროექტები და მიზნობრივი პროგრამები. ინტერპელაციის წესით დეპუტატებმა რეგიონული განვითარების მინისტრის მოусმინეს. ის პარლამენტში გახარიას პარტიამ დაიბარა. მარიამ ბუღაძის სიუჟეტი. უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რეგიონების მასშტაბით, საბიუჯეტო დეფიციტის ისტორიული მინიმუმი, ათეულობით რეაბილიტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაო. ასეთ შედეგებზე სამინისტრო ფუნქციონირების მხოლოდ 10 თვეზე საუბრობს. განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა სტრატეგია, რომელიც უწყებას მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აქვს. მხოლოდ დღგ-ს განაწილების პრინციპით 2025 წელს 2 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს მუნიციპალიტეტებმა. 5000-მდე პროექტი ხორციელდება წელიწადში. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 406 ბენეფიციარი. ასევე სამეურნეო ტექნიკის შეძენისათვის მაღალმთიან მცხოვრებ ფერმერებისათვის 3588 ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. კახაბერ გულედანმა ილაპარაკა სამინისტროს გრძელვადიან ხედვაზეც, რომელიც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა დაწყებულია. სტიქიის რისკებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით ამოქმედდება სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა გარკვეულწილად დაეხმარება მუნიციპალიტეტებს სტიქიის მიმართულებით იმუშაოთ. განხორციელდება ხეობებისა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, ხიდების და სახიდე გადასასვლელების შეკეთება, ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა, სანიაღურე და სადრენაჟე სისტემების მოწყობა. წელსვე დაიწყება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და შესაბამისი ადრეული გაფრთხილების მექანიზმების დანერგვა. მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ კორუფციასთან ბრძოლას რომ უკვე ხელშესახები შედეგი აქვს, ამას ხალხის ძალაშიც აღიარებენ. თუმცა პარტიაში მიაჩნიათ, რომ პროცესმა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არ უნდა შეაფერხოს. გამოსაძიებელი მართლა ძალიან ბევრია. მაგრამ არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ პრობლემები შეექმნას იმ პროექტებს, რომლებიც მიმდინარეა. თუ კი სადმე იჭედება გადაწყვეტილება ან რომელიმე პირი იმის შიშით, რომ ვაიმე მე პასუხი არ მომთხოვოს არავინ, რატო გაიცა არასწორი გადაწყვეტილებაო, დაუსაბუთებელ უარს აგზავნის, მოეთხოვოს პასუხი და თუ უარი დაუსაბუთებელი იქნება, ან დროზე არ მისცა პასუხი, დატოვოს თანამდებობა. რეგიონული განვითარების მინისტრი ინტერპელაციის წესით გახარიას პარტიამ დაიბარა. მოიფიქრეს 25 კითხვა, თუმცა ვერ განსაზღვრეს მთავარი მიმართულება. ქართულმა ოცნებამ გაქცეული გახარიას რიგითები არაკომპეტენტურობაში ამხილა და მორიგ ჯერზე შეახსენა. რა როლი აქვს სამინისტროს რეგიონების განვითარების მიმართულებით? ის არაკომპეტენტურობა, რაც ინტერპელაციის კითხვარში არის პარტია გახარიას საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არ არის განსაზღვრული კონკრეტული თემა,
რასთან დაკავშირებითაც რეგიონულ მინისტრს უნდა წარმოედგინა ინფორმაცია. თქვენს მიერ გაკეთებული საქმეები მეჯერ არ მინახავს. იმის გამო რომ გამოწვევა არის და პერსპექტივა კიდევ უფრო მეტი გვინდა რომ შევქმნათ, რა თქმა უნდა, რელევანტურია რომ რეგიონალური განვითარების მიმართულებით არსებობდეს ცალკე სამინისტრო, რათა ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილზე საჭიროებების კოორდინაცია მოხდეს. რეგიონული განვითარების სამინისტროს პრიორიტეტები მკაფიო და კონკრეტულია. იდენტიფიცირებულია ყველა პრობლემა და ხედვა, რომელიც მინისტრს აქვს ხელშეუწყობს რეგიონების თანაბარ და სტაბილურ განვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა. ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებულს პრემიერ-დღის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე. ირაკლი ყობახიძემ პლატონ კალმახელიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. ახალი სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტრომ პირველ კლასელთა რეგისტრაციის ვადები და პირობები განსაზღვრა. დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ, ასევე იზრდება მოსწავლეებისთვის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლებში ჩარიცხვის შესაძლებლობა. დღეიდან 2 მარტის ჩათვლით სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან. კიდევ რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, თამარ ჩიკვატიაგი ამბობთ. ბაღიდან ბავშვები ერთად რომ მოდიან და სკოლაშიც ერთად რო იქნება, უფრო გაუმარტივდებათ. ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია მშობლებისთვის მეტ კომფორტს, პირველ კლასელებისთვის კი ახალ გარემოსთან ადაპტაციის გამარტივებას ნიშნავს. ცვლილებით 2026-27 სასწავლო წლიდან მშობლებს საშუალება ექნებათ მოსწავლეს საცხოვრებელ ადგილთან ახლო მდებარე საჯარო სკოლაში დაარეგისტრირონ. უბნებიდან რომ მოდიოდნენ და აღარ იყო ადგილი და ესა მერე შენც გიწევდა სხვა უბანში წასვლა. სამინისტროს სწორ გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო დაწესებულების გამოცდილებაც ადასტურებს. იმ შემთხვევებში, როდესაც სკოლასთან ახლოს მცხოვრები მოსწავლეები ერთ ჯგუფში ხვდებოდნენ, მათი აკადემიური მოსწრება უფრო მაღალი იყო და ახალ გარემოსთან შეგუების პროცესიც მარტივად მიმდინარეობდა. სხვა პარალელებთან შედარებით ამ ბავშვების ადაპტაცია სკოლაში პირველივე დღიდან იყო აღსანიშნავი. მეტი კომფორტია ბავშვისთვის, როცა მეზობელი უბნიდან მოდის, ერთი სამეზობლო თემია. 2026-27 სასწავლო წელს პირველ კლასელთა რეგისტრაცია 5 ეტაპს მოიცავს. დღეიდან 2 მარტის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო. მეორე ეტაპზე 21 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და ან ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში. სწორედ ამის შემდეგ იწყება ახალი მესამე ეტაპი ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია. ამ პროცესში ჩაერთვება 12 ქალაქი, მათ შორის 4 ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი წარმოდგენილი იქნება სასკოლო უბნის პრინციპით. მესამე ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყება 15 მაისიდან და გასტანს 25 მაისის ჩათვლით. საყოველთაო რეგისტრაცია, ანუ მეოთხე ეტაპი დაიწყება 15 ივნისიდან და გასტანს 3 ივლისის ჩათვლით, ხოლო მეხუთე ბოლო ეტაპი არის ეტაპი, როდესაც გამოთავისუფლებული ადგილების მიხედვით ხდება რეგისტრაცია, პროცესი დაიწყება 20 ივლისიდან და გასტანს 31 ივლისის ჩათვლით. სიახლე, რომელსაც პირველ კლასელთა მშობლები განსაკუთრებულად ელოდებოდნენ, უკვე ძალაშია. მოსწავლეები სკოლაში კი იმ მისამართების მიხედვით ჩაირიცხებიან, რომელიც 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით ფიქსირდება. თბილისის სტუმრ-მასპინძლობის საერთაშორისო ფორუმი გახსნილია მასშტაბური ღონისძიება სტუმრ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებას და საერთაშორისო საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას ეძღვნება. განიხილება საინვესტიციო პროექტები, ბაზრის გაფართოების შესაძლებლობები და კაპიტალის განთავსების პერსპექტივაც. მაკულ ლურქიფაინძის რეპორტაჟი. ახალი იდეები, პროექტები და ინვესტიციები, ბიზნეს გარემოს გათვალისწინებით საქართველოს მიმართ პრემიუმ კლასის ბრენდების ინტერესი იზრდება. დიალოგი ბიზნესთან კონკრეტულ პროექტებად უნდა იქცეს. ამის წინაპირობას ინვესტორების განწყობა ქმნის. სახელმწიფო კი თავის მხრივ ტურიზმის სფეროს განვითარებას ხელს სხვადასხვა პროექტით შეუწყობს. ინფრასტრუქტურის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ექნება შესაძლებლობა ჩამოყალიბდეს რეგიონულ კვანძად, სადაც ტურიზმის სტუმარ-მასპინძლობა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთიან სისტემად განვითარდება.
მე იმედი მაქვს, რომ ამ ფორუმის შემდგომ რეალურად ჩვენ მრავალ ახალ საინვესტიციო პროექტს ვიხილავთ საქართველოში, რომელიც დაინერგება ტურიზმის მიმართულებით თუ სხვა მიმართულებით. ჩვენ სახელმწიფო მზად ვართ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებით ხელი შეუწყოთ ინვესტიციებს საქართველოში. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტუმარ მასპინძლობის საერთაშორისო ფორუმს, რომელიც თბილისში პირველად ჩატარდა. ინვესტორებს ჩვენი ქვეყნის პოტენციალი გააცნეს და ესაუბრნენ იმ პროგრამებზე, რომელიც ბიზნეს განვითარებაში ეხმარება. მომავალ წლებში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მათ შორის იქნება მიმართული ადგილობრივი, ასე ვთქვათ, ტურისტული პროდუქტის, ახალი პროდუქტის შექმნაზე. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გახდეს 4 სეზონიანი, ასე ვთქვათ, დანიშნულების ადგილი და კიდევ ერთხელ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს. ტურიზმის ინდუსტრია წარმატების ახალ საფეხურზე ადის. უცხოელი ინვესტორები ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბიზნესისთვის ბაზარზე შემოსასვლელად აუცილებელ მოთხოვნებს პასუხობს. ერთმანეთთან დახვედრა სწორედ უძრავი ქონებისა და ამ ტიპის ბრენდების იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს სეგმენტი საქართველოში განვითარდეს. ჯერჯერობით, რომ ვთქვათ, ამ ტიპის სასტუმროები ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ მაღალი დონის მხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრენდების საქართველოში შემოსვლა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ამ ბიზნესის განვითარება. ტურიზმი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ხედავთ, რომ საქართველოს სამომავლო ნაბიჯებს დგამს. მივსჯელეთ ტურიზმსა და ინვესტიციებზე და ამ მიმართულებით სიახლეებია. მთავრობა უკვე მზად არის, რომ დაეხმაროს ინვესტორებს. ეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ფორუმზე საქართველოსა და რეგიონში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს. თემატური დისკუსიების ფარგლებში მსჯელობა კაპიტალის ინვესტირების პერსპექტივებსაც შეეხო.